მოკლედ, სიგიჟე ინფორმაცია გავრცელდა დღეს მეგობრებო. დანა ვაიტს წამოწდა, რომ შეიძლება უახლოეს მომავალში UFC-ს ოფიციალური კარდი ჩატარდეს არც მეტი, არც ნაკლები საქართველოში. ოღონდ მეგობრებო, იმის ფონზე, რომ ზოგადად UFC-ს ივენთები იმართება სიდნეი, ლოს-ანჯელესი, ლას-ვეგასი, აბუ-დაბი, პარიზი და ძალიან დიდ მეგაპოლისებსა და ქალაქებში. მაგრამ მეგობრებო, ეს თუ აქ ჩატარდა საქართველოში, რაზედაც დღეს მე მსჯელობას ვაპირებ, იმიტომ რომ UFC გიჟდები ისე მიყვარს. ანუ ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ივენთის მასპინძლობა, თან მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენ მეგობრებო ყავს ორ წონაში ორი მსოფლიო ჩემპიონი. მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. მერაბ დვალიშვილმაც და ილია თოფურიამაც როგორც მოიპოვეს კამრები, ანალოგიურადაც დაიცვეს საკუთარი კამრები და ისევ ისეთი ჩემპიონები იყვნენ, როგორც მაქამდე. ეს ძალიან მაგარი ინფორმაცია. ამას დამატებული კიდე ალექსანდრე თოფურიამ უნდა იჩხუბოს 9 თებერვალს. გარდა მაგისა, რომან დოლიზეს უწევს ჩხუბი, ჩვენ ყავს UFC-ს სხვა მებრძოლები, ქუთათელაძე, ჭიკაცე, პლუს ბევრი კონტენდერი, რომლებიც აპირებენ UFC-ში გადასვლას და მოკლედ, აი ეს პატარა საქართველო, აი ერთი მუჭა პატარა საქართველო, რომელმაც wrestling-ში დაამსხვრია დაღესტანის უძლებელობა და წააქცია ნურმაგედოვების დინასტია, მერაბ დვალიშვილს დიდი მადლობა, აქედან კიდევ ერთხელ. მეგობრებო, აი პატარა საქართველოში თომ ხელა ივენტს უმასპინძლეთ. აი, გეკითხებით ახლა თქვენ. და მინდა რომ აი ამაზე კომენტარებში მიპასუხოთ. აი, სად ფიქრობთ რომ უნდა ჩატარდეს UFC 341 ან UFC 328? Main card-ი. აი, სად უნდა ჩატარდეს? აი, სტადიონს ფიქრობთ? ხა UFC-ს მე არ გავმართავდი სპორტის სასახლეში ხა, ხო, ბუნებრივია, ფიზიკურად თქვა არ იქნება, ხო, მან. ანუ თუ UFC უმასპინძლებს აქ events, ეს მარტო დამოკიდებული არ იქნება იმაზე, რომ რამდენად მაგარი არენა უნდა გქონდეს, ხო? მან დინამო უნდა გადავხუროთ, ან ლოკომოტივი უნდა გადავხუროთ, ის სტანდარტებზე გადავიყვანოთ და პლუს ხა. მარტო ეს უმასპინძლე ეგეც არ არის. UFC-ს ექნება დამატებითი სტანდარტები, ეს არის ინფრასტრუქტურა პირველ რიგში. სასტუმროები და ეს ბლა ბლა ბლა, ეს მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. გზები რო იქამდე უნდა მიხვიდე. ცოტა პრობლემატურია თბილისში თუ უსაზღვროდით საცობებს არ მოვიდგენთ. და რაც ყველაზე მთავარია ეხა, ხო? ანუ თუ ეს ივენთი ჩატარდება საქართველოში, რაც ყველა ჩვენდაგა ძალიან გვინდა და დანა ვაიტმა დღეს უკვე აი წაგიკითხავთ ეხა რა თქვა დანა ვაიტმა. ამ დღეებში რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომელსაც სურთ რომ ბრძოლები საქართველოში ჩავატაროთ. ახლა საქართველოში ჩასვლაზე გონივრული რამე გაფიქრდებათ? არაფერი. და რატო არ მოფიქრდება ეხლა საქართველოში გონივრული ჩავტო? ჩვენ ყავს ორი ჩემპიონი. ორ წონაში. თა როგორი ჩემპიონი, ისე დიდხანს ვერავინ ვერ მოხსნის. ანუ დიდხანს მათ ვერავინ ვერ დაამარცხებს. ნუ თოფურიავა უფრო მაღალ წონაში და იქ შეხვდება brothers, I eat, I sleep, I train. Brother. This guy always wants money fight, but nobody understands this guy because he cannot even speak English, bro. English is important. If you want to make money, you have to speak some language which everybody understands. Brother, please, brother. Brother, please, brother. Nu, ეხა იმაზე მიდის საუბარი, რომ ვოლკანოვსკის თამაში უნდა შედგეს. ანუ მე უფრო ოლივიერა მინდოდა პირადად, იმიტომ რომ ვოლკანოვსკის კიდე დასწობს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ უკვე მოხუცი ადამიანია. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა თუ ოლივიერა შეახვედრებდა და მე უკვე პირველი კონტენდერი იქნებოდა მაღალ წონაში კამარზე მახაჩევთან, ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ნუ გაგვიწალავენ ამ პროცესს. მაგრამ თუ მახაჩევთან მოუწევს დაპირისპირება ილია თოფურიას და ასე ფიქრობთ ალბათ ყველა და ასე გონია და ასე ისევს დანაც 90% თუ სადმე უნდა შედგეს ეს ბრძოლა და რასაც ქართველები აი ვიმსახურებთ ნამდვილად, ეს ბრძოლა უნდა იყოს საქართველოში. ანუ წარმოიდგინეთ, ილია თოფურია, ისალამ მახაჩევი. ნუ ეხლა სხვა ბრძოლები ხა ადესანია, სტრინკლენდი, ისენი ეს კიდე ვინები ჩამოვლენ, კიდე ტოპ კლასის ივენტს კიდე უფრო გააძლიერებს, მაგრამ თავარი თუ ქართული ბრძოლა უნდა იყოს ეხლა, იმიტომ რომ სიდნეიში ვოლკანოვსკი ხა ავსტრალიელია და მანდ მართავდა ხოლმე ყოფილა ეგეთი ბრძოლები, აბუ-დაბიში ხა არაბები ვინებიც არიან და დაღესტანელები ძირითადად მართავენ. აი საქართველოში რო ჩატარდეს ილია თოფურიას უფრო მაღალ წონაში კამარზე ბრძოლა, აი ამაზე დიდი ივენთი ჩემთვის
რავი, საქართველოს ისტორიაში ხა, რავი, ხა ფიქრობენ, რომ იყო ის, რა ქვია, ბარსელონას სევილია რო ჩატარდა აქ სუპერთასი, მაგრამ ის საერთოდ ახლოსაც ვერ მივა მაგასთან იმ ჰაიპით და იმ ვაიბით, რასაც ეს ივენთი და კონკრეტულად ეს შოუ ჩვენ ქართველებს მოგიდათ, იმიტომ რომ ქართველებისთვის როგორც აი მგლები, აი რავი, ჩვეულებრივი კავკასიერი ნაგაზი მგლები, რასაც ქვია, აი ჩვეულებრივად მონსტრები ვინებიც ვართ ახლა, ხო? ჭიდაობაში, დგომში, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში, ხო, აი ჩვენ ვიმსახურებთ ასეთი სახის შოუს. ეხლა რა შეიძლება კიდე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ხა თუ ჩატარდა ეს ბრძოლა, ნუ ეხა, კაი, ჰიპოთეტურად დაუშვათ ეს ლოკომოტივი გადახურეს, ან რავი, ხა იქ არ ამოაკი სასაფლაოებთან არ ამგონია ის ახალი სპორტის სასახლე, რომ მან ჩაატარო პატარა ფიზიკურად, ხო, ეხა კალათბურთის არენაზე ვერ გამართავ მაგ ყველაფერს, უფრო დიდი უნდა იყოს, მასიური. დაუშვათ რაღაც ადგილი შეირჩა, კაი, დაუშვათ ისეც ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, თბილისის მერია მაიღო ეს პასუხისმგებლობა, სასტუმროები, რამე გზები აბსოლუტურად მოწესრიგებული. ეხლა ჩვენ უნდა დავსვათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რა იქნება ბილეთის ფასი. ხო. ეხლა საერთოდ UFC, როდესაც მართავს შეხვედრას მაგალითად სიდნეიში, იმას განსხვავებული ფასები აქვს, ვიდრე აბუ-დაბიში. რატო? იმიტომ რომ ეხლა აბუ-დაბიში, ემირატებში ფულიანი ხალხი ცხოვრობს, მოდი ეს კლახურად რო ვთქვა, ვისაც იმის საშუალება აქვს, რომ ეხლა მე როგორც ვიცოდი, ვიცი აბუ-დაბიში 2500 დირჰამიდან 25000 დირჰამამდეა ბილეთის ფასი, ანუ დაახლოებით, რა ვიცი, 700 ლარიდან 15000 ლარამდე, ხო? უფრო მეტიც კიდე. ეხლა VIP-ში იქ ფული აღარ გშველის, უკვე სპეციალური სტუმარი უნდა იყო. მაგრამ სიდნეიში არის ცოტა განსხვავებული მდგომარეობა. უფრო ნაკლებია მანდ აბუ-დაბთან შედარებით. ანუ ახლა ჩვენ თუ ავიღებთ ახლა და ისეთ ქალაქებზე გვაქვს ლაპარაკი, ხა პარიზი, ნიუ-იორკი, ლას-ვეგასი, კალიფორნია, ხო, აბუ-დაბი, ხო? ეხლა მაგის მერე რო ეხლა ჩვენ თბილისს მამას უმასპინძლოს, ან დაუშვათ ბათუმმა. კაი, მოდი ბათუმი, ნუ ამნიშნულობა ქორვე საქართველო, ხო? ანუ კარგად უნდა იყოს დაგენერირებული ფასი იმისათვის, რომ ქართველ შეძლოს იქ დასწრება. მე მესმის რომ ეს ვერ იღირებ ხა 100 ლარი ბოდიშით, იმიტომ რომ ხა ეს არ არის მაგალითად რაღაც ჩაულებრივი სანაკრებო ფეხბურთის თამაში, არამედ ეს არის ხა UFC-ს ღონისძიება, სადაც ენრაუდენობით ფული იხარჯება და იმას და ხა სტადიონს თუ ყავს მაგალითად რავი 51000 კაცი ეტევა და იმის დაგენერირებული 10 ლარა დაგენერირებული ფასი უფრო სხვა არის ვიდრე შედებით ნაკლებ არენაზე ჩატარებული და უშუალოდ 30000 კაცის წინაშე, რაც მეტ იმას მოითხოვს, ხო? მაგ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ რომ თუ იქნება რავი 300 ლარიდან ბილეთები ну, უკანა ადგილებში ვობ, ცოტა ლოგიკური იქნება. იმიტომ რომ უფრო უარესებია ბევრად. მაგრამ მე ესეთი შეხედულება და ესეთი მოკრძალებული აზრი მაქვს. ჩემი ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, რომ დიდი ალბათობით რომც ძვირი იყოს საქართველოში ბილეთის ფასები, ქართველები მაინც იყიდიან მაგას. იმიტომ რომ ჩვენ განთქმული მარიაჟები ვართ, მეგობრებო, ჩვენ შეიძლება მოვიკოლოთ საჭმელი, სასმელი და გახსოვთ ხო ლეგენდები მის შესახებ, რომ ზოგს საერთოდ ჯიბეში ფული არ ეტო, მაგრამ ყველას აქვს iPhone 15 Pro Max, iPhone 16 Pro Max. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იყოს მაინც ბილეთის ფასი, მაინც გაივსება სტადიონი. ნუ, ეხლა რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტებიც იქნებიან ძალიან ბევრი, ხო? ეხლა ბრაზილიიდან, ამერიკიდან, კიდე რუსეთიდან, იქიდან, მაგრამ რუსეთიდან ბევრი იქნება, ვიდრე ახლოს არის და ბევრი დაღესტნელი და ის ჩამოვა, ესეც საინტერესო მომენტი იქნება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს იმდენად პოპულარული და ეს იმდენად მასშტაბური ღონისძიება იქნება, რომ ქართველები მაინც იყიდიან ბილეთს. ნუ ეხლა ბოდიში 1000 ლარიდან თუ დაიზო 1500-დან, ეგ სხვა თემა იქნება. მაგრამ აი დღემდე ეხლა ამ წუთამდე ვერ ჩამოვყალიბდი იმაზე, სად შეიძლება ეს ივენთი გაიმართოს, ხო? ანუ ლოკომოტივის სტადიონზე, დინამოზე, ნუ ეხლა დინამოს გადახურვა არ გინდა, ეხლა და დინამოს იმ სტანდარტებზე მოგცევა, რაც UFC-ს დააკმაყოფილებს, მაგრამ ხო გეუბნებით, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ივენთი, ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს კი არა, საერთოდ საქართველოს ისტორიაში, რაც ჩატარებულა შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან გამომდინარე, ანუ MMA-ის ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური ბრენდირებული ორგანიზაცია თუ მასპინძლა და ჩამოვიდა საქართველოში, ჩემზე და ჩვენზე ბედნიერი ადამიანები არ იქნებიან. და მით უმეტეს თუ ერთ ქართზე დასვეს. ან ჭიკაძე, ან დოლიძე, ან მერაბი, ან თოფურია, ორი ქართველი მაინც რო იყოს ქართზე, ეს იქნება აი რავი, სახში იქნება ბრძოლა წარმოიდგინეთ, აი მგლების ქვეყანაში, ამიტომ რავი, მინდოდა ეს ინფორმაცია, რა ვინც არ იცოდით, გამეზიარებინათ, ან ცოტა ჩემი აზრიც მომეყოლა ამასთან მიმართებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოთქვით თქვენი აზრი, სად ჩაატარებდით საქართველოს რომელ ქალაქში? ბილეთის ფასი რა იქნებოდა თქვენი აზრით? დაწყებითი, რა თქმა უნდა, high class-ებს არ ვამბობ. და რამდენად რეალური გონიათ, რომ საერთოდ ჩატარდება და ვინ გონიათ, რომ ამ ქართზე იქნება.
აი თქვენი აზრი ამასთან მიმართებაში ძალიან მაინტერესებს მეგობრებო, ასე რომ რავი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და რამოდენიმე დღეში დაპირებული ვიდეოთი დაგებრუნდებით ანაკლის სპორტსა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ნავსაყუდელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. დროებით.